მედია საშუალებებში ხშირად საუბრობენ იმაზე, თუ რა საახალწლო ტრადიციებია მსოფლიოში. თუმცა ცოტა თუ ინტერესდება იმით, თუ რა საახალწლო ტრადიციები აქვს ჩვენ ქვეყანას. ყველა მხარეში საოცრად საინტერესო საახალწლო ტრადიციებია და მოდი ამ ვიდეოში ამ თემას დეტალურად შევეხოთ. შობა ახალი წელი განსაკუთრებული პერიოდია როგორც ბავშვებისთვის, ასევე უფროსებისთვის. ახალ წელს ყველა დიდი სიხარულით ელოდება. ახალი წლის თარიღს საქართველოში ხშირად ცვლიდნენ. ძველ დროში აგვისტოში აღნიშნავდნენ, შემდეგ სექტემბერში გადაიტანეს და მე-9 საუკუნის დამდეგამდე სექტემბერში აღნიშნავდნენ. შემდგომ კი მარტში გადაუტანიათ. მე-14 საუკუნიდან ახალი წლის თარიღი ევროპული კალენდრის მიხედვით იანვარში დაწესდა. საქართველოში ახალ წელთან ბევრი ძველი ტრადიცია იყო დაკავშირებული. მაგალითად, ბასილას, ჩიჩილაკის და სხვა. ჩიჩილაკის ტრადიცია, რომელიც დღემდე არის შემორჩენილი, განსაკუთრებით სამეგრელოა ცნობილი, ხოლო იმერეთში, გურიასა და სამეგრელოში ეს მორთულობა მცირე დეტალებით განსხვავდება ერთმანეთისგან. ცნობილია, რომ ჩიჩილაკს თხილის ტოტებისგან თლიან, რადგან თხილი კაკალთან ერთად ერთ-ერთ ყველაზე მოსავლიან მცენარედ ითვლებოდა. გრძელ თეთრწვერიან ჩიჩილაკს ძვირფასი სამკაულებით, ტკბილეულებით და ხილით რთავდნენ, რაც ბარაქისა და ულევის სიტყვების სიმბოლოდ აღიქმებოდა. საქართველოში ყველა კუთხე საკუთარი დამახასიათებელი კულტურით გამოირჩევა. არც საახალწლო ტრადიციებია გამონაკლისი. მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი საახალწლო ტრადიცია ყველა კუთხეში საერთო იყო, ტრადიციები თითქმის ყველგან განსხვავდებოდა. დავიწყოთ თბილისით. ძველად თბილისელები ახალი წლის ღამეს სახლის გარებს ღია ტოვებდნენ. ფიქრობდნენ, რომ ახალ წელს ქუჩაში ბედნიერება დადიოდა და კარი დაკეტილი თუ დახვდებოდა, იმ სახლს გვერდსაუვლიდან. ტკბილეულით სავსე სუფრას ტაბლაზე შლიდნენ. ოჯახის დიასახლისი ტაბლის 4 კუთხეში სანთლებს ანთებდა. სანთლებს საკუთარი ხელით ამზადებდა. როგორც კი ახალი წელი მოვიდოდა, ოჯახის უფროსი ტაბლას ხელში აიღებდა და მთელ სახლს შემოივლიდა. თბილისელები ფიქრობდნენ, რომ ამ დროს მათ ფარველი ანგელოზი დაყვებოდა, რომელსაც ოჯახისთვის სიკეთე და სიმდიდრე მოჰქონდა. აღმოსავლეთ საქართველოში ახალი წლის წინა დღეს ოჯახში აუცილებლად მიიტანდნენ წყაროს უმძრახ წყალს და ეზოში მოასხამდნენ. უმძრახია წყალი დილით, სანამ ადამიანის ხმას გაიგონებს. მეკვლე ოჯახის უფროსი ან მოწვეული სტუმარი იყო, რომელიც ახალი წლის დადგომის შემდეგ ოჯახში ხელდამშვენებული შედიოდა. იქონდა დედას პურები, ყველი, ხორცი, ღვინო, გოზინაყი, ხილი, ჩურჩხელა და მარცვლეული. ზოგჯერ ცოცხალი ქათამიც მიყავდა. გადააბიჯედა თუ არა მეკვლეს ღურბს, მიმოაბნევდა ხორბლის სიმინდის ან ქერის მარცვლს, რათა ახალი წელი ხვავიანი და ბარაქიანი ყოფილიყო. ქართლში ახალ წელს აცხობდნენ წმინდა ბასილის ქანდაკებას, ასევე აცხობდნენ ბედის კვერს ოჯახის წევრებისთვის და შინაური ცხოველებისთვის. ორ-ორ ბედის კვერს ოჯახის წევრებისთვის და თითო-თითოს შინაური ცხოველებისთვის. ახალი წლის გამთენიისას ოჯახის უფროსი მამაკაცი ღორის თავთან ბედის კვერებს დებდა თეფშზე და ასევე თაფლში ამოვლებულ ყურის ლუკმებს მიუწყობდა გვერდზე. თეფშის ერთ კიდეზე თაფლის სანთელს აანთებდა. ახლა გადავინაცვლოთ კახეთში. კახეთში მეკვლეს სახლში შემოსვლისას ხორბელს ან სიმინდს გადაუყრიდნენ. ბევრი მაზღარი კრუხწიწილა გვეყოლებაო. იქვე მესტვირული საახალწლო სიმღერა ისმოდა. ახალ წელს ჩამიჩიან პურებს აცხობდნენ ისე, რომ ოჯახის ყოველ წელს თითო პური შეხვედროდა. ახალი წლის ღამეს ყველა თავის ჩამიჩიან პურს ჭამდა. გამთენიისას ოჯახის უფროსი გარეთ გადიოდა და სახლს სამჯერ შემოვლიდა. შინ შემოbrunებისას ოჯახის წევრებს ახალ წელს მიულოცავდა და საგანგებოდ მომზადებული პურიანი ჯამიდან ყველას თითო ლუკმა საჭმევდა. აი იმერეთში ახალი წლის დადგომამდე ოჯახის უფროსი ხორაგით სავსე ხონჩით სახლს სამჯერ შემოუვლიდა. მას ხელში ლანგარი ეჭირა, რომელზეც ხორისთავი, მწვადი, მოხარშული დედალი, ლობიანი ღერღილის პური და ტკბილი კვერები ეწყო. საახალწლოდ რამდენიმე ჩიჩილაკი მზადდებოდა, ერთ-ერთი ასეთი მარნისთვის იყო განკუთვნილი. ახალი წლის დილას შინაური მეკვლე წყაროდან წყალს მოიტანდა. ოჯახის წევრები პირს დაიბანდნენ და ისევ მეკვლეს წინამძღოლობით მარნისკენ წავიდოდნენ. იქონდათ სანოვაგით სავსე გობი, ორშიმო და ჩიჩილაკი. მეკვლე ჩიჩილაკს საახალწლო ჭურის გვერდით დაასობდა. მარანს ახალ წელს მიულოცავდა, შემდეგ კი საახალწლო ჭურს მოხდიდა. ღვინოს გასინჯავდნენ და დოქებს აავსებდნენ. საინგილოში ანუ ჰერეთში წითელ მამალს კლავდნენ ახალ წელს. სუფრას კი ახალი წლის დადგომამდე მიუსხდებოდნენ. აკეთებდნენ ქათმის წვნიანს და ფლავს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის მეკვლე, რომელიც უნდა იყოს ნათესავი და ბედისგან დაუჩაგრავი. ვიდრე მეკვლე არ ეწვევათ, სახლში არავის მიიღებენ. აი თუშეთში კი ახალ წელს წელწდობას უწოდებენ.
ახალი წლის აღსანიშნავად არახს ხდიდნენ და ლუდს ადუღებდნენ. ოჯახის ყველა წევრის სახელზე ცხობოდა სათავნო და ბედისკვერები სხვადასხვა გამოსახულებით. აცხობდნენ ერთ დიდ კვერს ქრისტეს საგზელს, ქალებისთვის მრგვალ კვერს, ხოლო კაცებისთვის ბაცუკაცს. ყველა სახის კვერს ლანგარზე ეწყობდნენ მატყლთან, მარილთან, ყველთან და ერბოსთან ერთად. სანამ მეკვლე არ მივიდოდა სუფრასთან, არავინ ჯდებოდა. ზუსტად 12 საათზე მეკვლე ოჯახში შებრძანდებოდა. ოჯახის უფროსი კი მას სამეკვლეო კვერს მიართმევდა. დილით ადრე კი ოჯახის უფროსის ჯერი დგებოდა. ახალი წლის ადრიან დილას ოჯახის უფროსის ჯერი დგებოდა. იგი უნდა გასულიყო გარეთ, შემოიტანა თოვლი და სახლში მიმოებნია. ოჯახის უფროსის დალოცვის შემდგომ საახალწლო ხიარულება იწყებოდა. შავ ხევსურეთში ახალი წლის ღამეს ხევისფერი და მისი დამხმარეები სალოცავში წაიღებდნენ ქადებს, ერბოიან პურებს და სანთლებს, ასევე მიყავდათ დასაკლავი ცხოველი. ხევისფერი დალოცავდა ყველა ოჯახს და გვარს, დაკლავდნენ ცხვარს, თოვლის გუნდებს ცხვრის სისხლში ამოავლებდნენ და სალოცავის კედელს ესროდნენ. ახალგაზრდა ბიჭები ქუდებს ნაბდის ქვეშ დებდნენ, ვინც მალულად ქუდს აიღებდა, სწორედ ის იყო მთელი სოფლის მეკვლე. დალოცვის შემდეგ სოფელში დღესასწაული იწყებოდა, იხარჯებოდა ლუდი და ხინკალი. ფშავში ხმიადის გამოცხობით იწყებოდა ახალი წლის დილა. ხმიადს მაგიდაზე თაფლიან და ერბოიან ჯამებს შემოუმზგირებდნენ. დიასახლისის სუფრის წევრებს თაფლსა და ხილს შეაჭმევდნენ და ერთმანეთს ეტყოდნენ. ეგრემც ტკბილად დამიბერდიო. გადმოიღებდნენ ხმიადებს, წვნიან ჯამებს და საუზმობდნენ. ოჯახი უცდიდა წინაღამეს ხატში წასულ ღამის თევლების გამობრუნებას. ხევსურეთში მეკვლეს მისვლამდე ოჯახიდან არავინ გადიოდა. ოჯახის მეკვლეები ხატებში ათენებდნენ ახალი წლის ღამეს. ახალი წლის გათენებისას ხუცესი გარეთ გადიოდა. თოვლი შექონდა სალოცავში, მეკვლეებს თავზე აყრიდა და დალოცავდა. ლეჩხუმში ოჯახის მეკვლე ბაბუა იყო ხოლმე. ახალი წლის დადგომისას ბაბუა უმცროს ვაჟთან ერთად ვენახში გადიოდა. ჯერ თვითონ ლოცავდა ზურებს, შემდეგ უმცროს ვაჟს ალოცვინებდა. ზურებში ღვინოს აპყურებდნენ, მერე მივიდოდნენ ბეღელთან, ნალიასთან, ჭურებთან და ბოლოს სახლში შევიდოდნენ და გვარს ლოცავდნენ. გურია სამეგრელოში კი ახალი წლის პირველ დღეს კალანდა ეწოდება და მას თოფების სროლით ეგებებიან. გურიაში კალანდის წინადღით ჩიჩილაკს თლიდნენ და შემდეგ ჯვრიან დასადგმოს უკეთებდნენ. წვერში ჯვარედინად თხილის ჯოხებს ჩაურჭოვდნენ და რთავდნენ სუროს ტოტებით, ვაშლებით, საჩიჩილაკი ხაჭაპურებით, კბილეულითა და ვერცხლის ფულებით. იქვე ასეთი წესი სრულდებოდა. 4 ხაჭაპურს გიდელში ჩააწყობდნენ და გოგონას გაატანდნენ მარანში. იქიდან ვაჟი უნდა გამოსულიყო ღვინიანი დოქით და გოგონას შეხვედროდა. მათ შორის მოჩვენებითი ბრძოლა გაიმართებოდა დოქისა თუ ხაჭაპურის წასართმევად და მარანში შესატანად. თუ ბიჭი გაიმარჯვებდა, მაშინ ყურძნის უხვი მოსავალი იყო მოსალოდნენ, ხოლო თუ გოგონა, მაშინ აბრეშუმის. სამეგრელოში ახალი წლის დღესასწაულს კალანდა ეწოდება. შინ გამოსაჩენ ადგილას დადგამდნენ ბროწეულით, ხილით, კბილეულით, ძვირფასი ნივთებით, აბრეშუმის ძაფით, სუროსა და დაფნის ტოტებით მორთულ ჩიჩილაკს. ახალი წლის დილით ადრე სოფელში თოფის სროლა ატყდებოდა. აცხობდნენ ბასილასა და ღვეზლს. ოჯახის უფროსი სანოვაგით სავსე ხონჩას აიღებდა, ხელში მორთული ჩიჩილაკით და ღომის მარცვლიანი ჯამით, რომელზეც კვერცხ ხიდებს. სახლს ლოცვით სამჯერ შემოუვლიდა, ღომის მარცვლებს აბნევდა და ღმერთს გამარჯვებას, ჩამთელობას და კარგ მოსავალს თხოვდა. შემდეგ მოადგებოდა კარებს და დაიძახებდა, კარი გამიღეთო. შინიდან ეკითხებოდნენ რა მოგაქვსო, რაზეც ოჯახის უფროსი პასუხობდა: წმინდა ბასილის წყალობა, კაცთა სიმართლე და დღეგრძელობა, ოჯახის აშენება, ოქრო, ვერცხლი, პირუტყვების გამრავლებაო. ამ დალოცვას გაიმეორებდა სამჯერ და შევიდოდა სახლში. შემდეგ ყველას მიულოცავდა. ეს ტრადიცია დღემდე გრძელდება. შემდეგ ჩიჩილაკს შემოატარებდა ბოსელში, მარანში, სასიმინდეში, მერე სადილობამდე დადიოდნენ მეზობლებთან და ერთმანეთს ახალი წლის დადგომას ულოცავდნენ. კამფეტებით, შაქარყინულით და სხვა ტკბილეულით. მეგრულ საახალწლო სუფრაზე ტრადიციული კერძების გარდა ღომი, ელარჯი, საცივი და სხვა აუცილებლად კეთდებოდა რაიმე უცხო მეგრული სუფრისთვის ნაკლებად დამახასიათებელი საჭმელი. ეს სუფრას განსაკუთრებულ ლაზატს აძლევდა. სამეგრელოში ახალი წლის წინაღამეს ჩიჩილაკი მზადდებოდა. მისალოციდან ყველაფერი იდებოდა გობზე. ტკბილეულთან ერთად ეს იყო სუროს ტოტები და თხილის ხვიხვილი. ახალ წელს სტუმრის მოტაცებას იცოდნენ. ამ ჩვეულებაში მთელი უბანი მონაწილეობდა. გაიმართებოდა ხიარული გაწევ-გამოწევა, სიცილი და ხუმრობა. მოტაცებულ სტუმარს ასე ჩუქრებდნენ, პატივს სცემდნენ და მეორე დღემდე არ გაუშვებდნენ. ახალი წლის საღამოს ეწყობოდა ტყაპობა. ახალგაზრდა ქალები და ვაჟები ერთმანეთს სიმინდის ცომით თხუპნიდნენ. ამ ხიარულ შეჯიბრებაში ვინც მოუთხრუპნავი გადარჩებოდა, მეგრული ტრადიციით იმ წელიწადს გამარჯვებული და ბედნიერი იქნებოდა. უძველესი ქართული ტრადიცია მეკვლეობა დასავლეთ საქართველოში ძველი ახალი წლის დილას 14 იანვარს სრულდება. მეორე დღეს
ბედობა, ანუ კუჩხა, იგივე რიტუალით იწყება ოღონდ იმ განსხვავებით, რომ 15 იანვარს სახლში აუცილებლად გესტუმროს ადამიანი, რომელსაც კარგი ფეხი აქვს. ეს ტრადიცია დასავლეთ საქართველოში საუკუნეების წინ სრულდებოდა, მაგრამ იერსახე დღემდე არ შეუცვლია. ერთი სიტყვით 2 საათსა და 17 წუთზე შენთანავარ და კარებზე ვაფხაჭუნებ. შენ მეკითხები, რომელი ხარ? მე ხმას არ ვცემ და ხელმეორედ ვაფხაჭუნებ კარებზე, გესმის? გავავუგარი? არა ვითარჩა თვალში. ტექსტი ჩაწერე, რომელიც უნდა მითხრა. ვინც არ უნდა იყო მან. ღარიბი თუ მაშვრალი? მაშვრალი. დიდარი თუ მათხოვარი? ტერი თუ მოყვარე? მეზობელი თუ ნათესავი? სიხარულით გიღებ გარს. შენი ბედი დამებედოს. ამის შემდეგ იღებ ცოცხს. ერთი ორჯერ უსვამ იმ ადგილს, სადაც მე ფეხი უნდა შემოვდგა. შემდეგ ამბობ მომზადი ბატონო, აღებ კარს. მე შემოვრი კაფენდებს. და მოგილოცავ ახალ წელს. ესაა მთელი ცერემონიალი. წადი ახლა და მოამზადე ეს ტექსტი. თავარია ზეპირა და გამოთქმით რა საკვირელია. იცოდი ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. სამეგრელოში ამ დღესასწაულს სხვა უფრო მნიშვნელოვანი დატვირთვაც აქვს. დეკემბრის მიწურულს სამეგრელო სოფლებში საახალწლო მზადება იწყებოდა. ოჯახის უფროსი ან თუნდაც ახალგაზრდა წევრი, ოღონდ აუცილებლად მამაკაცი, თხილის ან რომელიმე რბილი ხის ჯოხიდან ჩიშილაკს თლიდა, რომელსაც თავზე ხისავი ჯვარი უკეთდებოდა და თხემელისა და სუროს ტოტებით ირთვებოდა. ხის ჯვარზე კი უმთავრესად ვაშლსა და მანდარინს ამაგრებდა. ბარაქიანობის ნიშნად კი ჩიჩილაკის ბურბუშილაში ფულს აძდებდნენ. ჩიჩილაკს აუცილებლად ქალები რთავდნენ. აფხაზეთში ახალწელს ხიჩხუამას ეძახდნენ. ხუამა მეგრულად დალოცვას ნიშნავს. მთელი ოჯახი საგვარეულო სახლში კრებებოდა. საგანგებოდ იხსნებოდა ქვევრი, ცხვებოდა თაფლიანი და ნიგვზიანი ქადები, აფხაზურა პურები. აჭარაში ახალი წლის ღამეს მთელი ოჯახი სუფრასთან იკრებებოდა. ოჯახის უფროსის ნებართვით ყველას უმცროსი ვაჟი ულოცავდა ახალწელს. მათი სუფრის ირგვლივ დიასახლისი უმძრახ წყალს მიაკურებდა. შემდეგ კი გაახსნიდა წინათ წარმომზადებულ ყაურმას. სუფრაზე ეწყო აჭარული ხაჭაპურები, ჰალვა, ხარჩო, ბურმე, თაფლიანი და ნიგვზიანი ნამცხვარი, სანთლის არაყი. ქალებს აუცილებლად უნდა სმოდათ წითელი კაბა და გულზე კიდებოდათ ბებიის ნაჩუქარი ჯვარი. დაილოცებოდნენ აჭარლები და ისროდნენ თოფს. ნიშნად იმისა, რომ ახალი წლის დღესასწაული იყო და ოჯახი ხარობდა. ახალგაზრდები თითქმის გათენებამდე დადიოდნენ სოფელში და ყველა ოჯახს ახალი წლის დადგომას ქრისტიანული სიმღერით ულოცავდნენ. შემოვდგი ფეხი, გილოცავთ, წყალობდეთ წმინდა ბასილი, იმისი მადლით იყავით, ყურით და ღვინით ავსილი. მასპინძლები საჩუქრებს აძლევდნენ მომლოცველებს. ახლა კი რაჭის საახალწლო ტრადიციებზე. ფარავდეთ მრავალძალის წმინდა გიორგი, შეგეწიოთ ყოვლადწმინდა ხოტევი და ნიკორწმინდა აგარა და უღეში, ღმერთმა მოგწეთ ნუგეში. ამ სიტყვებით ლოცავდა რაჭაში მეფეხე ოჯახს. თუ წინა წელს მის ფეხს ოჯახი კარგად დასდიდა, მას კიდევ 3 წლით ირჩევდნენ. ამ 3 წლის განმავლობაში მეკვლე ოჯახს პირველი მიულოცავდა ახალი წლის დადგომას ღვინის დოქით, მოხარშული ლორით, შემწვარი წიწილით, ვაშლში ჩარჭობილი ხურდაფულით, ჩიჩილაკითა და სანთლით ხელში. დალოცავდა ოჯახს საბძელს ნალიას, მერე კი იწყებოდა ხინი. რაჭულ საახალწლო სუფრას ამშვენებდა ლობიანები, ღვინო, ლორი, თაფლი, კაკალი, ტყლაპი, ჩირი და ვაშლი. ზემო რაჭაში საახალწლოდ 2 ბაჭულს აცხობდნენ. ერთს ახალი წლისთვის, მეორეს ძველისთვის. აცხობდნენ აგრეთვე ადამიანის სახის კაცბასილას და ერთ დიდპურს, კერია ბერიას, რომელსაც სხვადასხვა სახეებით აჭრელებდნენ. სვანეთში განსაკუთრებით ერიდებოდნენ ახალი წლის წინადღეებში სტუმრად სიარულს. კლავდნენ საახალწლოდ გასუქებულ ღორს, რომელსაც მეისარაი ერქვა. აცხობდნენ პურებს ჯვრების გამოსახულებით და ტკბილკვერებს. როგორი ამით არ უნდა ყოფილიყო სვანეთში, მეკლეს ანუ მეფეხეს ღამე გარეთ უნდა გაეთია, რათა ოჯახში განწმენდილი შესულიყო და კარგი ფეხი შეეტანა. ახალი წლის ღამეს სვანები სხვადასხვა სანოვაგეს კიდელში ჩაალაგებდნენ და სახლში გასავალ კარებზე ჩამოკიდებდნენ, რათა მეკლეს მზად დახვედროდა. მეკლე კარზე დააკაკუნებდა შემდეგი სიტყვებით:
ყორმუკი არ, კარი გააღეთ. ხერთემიში ხელმწიფი ჟორამღვე ყორმუკი არ. ღვთისა და ხელმწიფის წყალობა მომაქვს, კარი გამიღეთ. სამცხე ჯავახეთში ოჯახის დიასახლისი უმძრახ წყალს ეზოში, სასიმინდესა და ნალიაში ასხურებდა. საახალწლო სუფრაზე გარდა ტკბილეულისა ეწყო კარაქი, ხავიწიანი კვერები, კარტოფილის ხინკალი და ღვინო. ოჯახის თითოეული წევრის სახელზე ჭხვებოდა საბედო, ბანის სამეკლო და ხარის ქედის კვერები, რომლებსაც ოჯახის უფროსი ერდოდან ყრიდა და თან ლოცვასაც აყოლებდა. ასეთია ერთ ვიდეოში კომპაქტურად მოყოლილი საქართველოს საახალწლო ტრადიციები. დგება 2026 წელი და ყველას გილოცავთ ახალ წელს. ბედნიერი შობა ახალი წელი საქართველო. საუკეთესო, გამარჯვებული, მშვიდობიანი, ჯამთელი, ხვავიანი და ბარაქიანი აწმყო და მომავალი გქონოდეს. Gilundas bjalarasha Firsmia unitsasha Iro gilundas bonas Norvedas intere Horinos sashetiri Terki ged irkels mushi Narasi birachkilo